მოგესალმებით, წარმოგიდგენთ თოფურიას გეომეტრიიდან 2-6 ამოცანის ამოხსნას. ამას წინათ გვედო მოსაზღვრე კუთხეებზე 2-3 ამოცანა და ეხლა მივყვებით მარტივებს გთავაზობთ, რომ უფრო გასაგები იყოს ყველასთვის და უფრო მეტი გამოხმაურება გქონდეს და ასევე თქვათ მე-6-მე-7-მე კლასის მოსწავლეები, პრინციპში მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიძლება ზაფხულის განმავლობაში გადაიმეოროს ეს საკითხები. მას ასე დავიწყოთ. 2 წრფის გადაკვეთისას მიღებული კუთხეებიდან 1-30 გრადუსის ტოლია. რას უდრის დანარჩენი კუთხეები? გამომზადე წინასწარ ნახაზი, დავხაზეთ ესე იგი 2 წრფე, რომელიც გადაიკვეთა და მივიღეთ ვერტიკალური კუთხეები. ეს ლურჯი ხაზით, ერთი ხაზით მონიშნული კუთხეები არის ვერტიკალური და ტოლი, 2 შავი გოლით თუ რკალით მონიშნული კუთხეებიც არის ვერტიკალური კუთხეები და შესაბამისად ტოლია. თუმცა 1 და 2 ხაზით მონიშნული კუთხეები არის მოსაზღვრე კუთხეები და მათი ჯამი 180 გრადუსია. მოდი ჯერ დავწეროთ, რადგან 30 გრადუსის ტოლი იყო ერთი კუთხე, თავისთავად ცხადია, მეორე მისი ვერტიკალური კუთხე იქნება 30 გრადუსი. იმისათვის, რომ ვიპოვოთ დანარჩენი 2 კუთხე, მოსაზღვრე კუთხეების წესიდან გამომდინარე 180 გრადუსს უნდა გამოვაკლოთ ეს 30 გრადუსი და მივიღებთ 150 გრადუსიან კუთხეს. სულ ეს არის, თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ, დაწერეთ და ავხსნი კიდე სხვანაირად. რაც თავარია, თვითონ ვერტიკალური კუთხეებიც გაიხსენეთ, მოსაზღვრე კუთხეებიც გაიხსენეთ. მადლობა ყურადღებისთვის.